მიწის რეგისტრაციის შესახებ სრულად იწყებს კანონი მოქმედებას 1 აგვისტოდან. ვფიქრობ, რომ ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენი მოსახლეობისთვის. დღეს არის 25% მხოლოდ რამდენადაც მე ვიცი სტატისტიკურად მიწის მასის დარეგისტრირებული, რაც არის დიდი პრობლემა ერთის მხრივ, იმიტომ რომ ჩვენი მოსახლეობა ვერ ახდენს მათ მფლობელობაში არსებული მიწის კაპიტალიზაციას, გამოყენებას ეკონომიკური საქმიანობისთვის სრულად და მეორე იმიტომ რომ ასევე კერძო სექტორისთვის ზოგადად ეს არის დიდი პრობლემა და ვფიქრობ რომ ძალიან კარგია რომ მარტივდება რეგისტრაციის სისტემა მნიშვნელოვნად სახელმწიფო ეხმარება მოსახლეობას რეგისტრაციის პროცესში მათ შორის ფინანსური ინსტრუმენტებითაც და ვფიქრობ რომ ამ პროგრამის დასრულების შემდეგ ჩვენ გვექნება გაცილებით უფრო ჩანსახი და სრული სურათი ამ მიმართულებით ეს ხელს შეუწყობს ერთის მხრივ სოფლის მეურნეობის განვითარებას, ხოლო მეორეს მხრივ მიწის ბაზრის მოწესრიგებას და რა თქმა უნდა ეს არის უპირველეს ყოვლისა სოციალური საკითხიც, ვინაიდან ჩვენი მოსახლეობის 50%-ზე მეტი დღესდღეობით ჯერ კიდევ არის ჩართული სოფლის მეურნეობაში და ვფიქრობთ რომ სოფლად მოსახლეობის დამაგრებისათვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. ხომ არ არის რაიმე დამატებით იქ ალბათ თეას მინდა თხოვა რომ გააკეთოს კომენტარი. მოგესალმებით, მიწის რეგისტრაციის რეფორმის შესახებ ამ კანონით იქნა ნათქვამი, რომ ეს პროექტი ჩვენი მოქალაქეებისთვის გრძელდება 1 წლის განმავლობაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ უფასოდ მოქალაქეებმა ისარგებლონ ამ სერვისით. იქნება ეს მედიაცია, ცნობების მოპოვება, თუ სხვა სანოტარო მომსახურება კანონით და დღეს იმ აქტების ძალით, რასაც დავამტკიცებთ, იქნება მოქალაქისათვის სრულიად უფასო და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე მოგვარდება ნაბიჯ და საბოლოოდ ჩვენს ქვეყანაში ის პრობლემა, რასაც ქვია უზუსტო საამზომველო ნახაზი, რაც გლეხს უქმნიდა ძალიან ბევრ პრობლემას და ეს უნდა ითქვას, რომ 1 წლის განმავლობაში ყველამ უნდა ისარგებლოს და დაირეგისტრიროს ის მიწა, რომელსაც აქამდე ბევრი ბარიერის გამო ვერ ირეგისტრირებდა. ძალიან კარგია, მე გთხოვთ რომ შექმნათ მექანიზმები, რომლის მიხედვითაც იქნება გამორიცხული ყველანაირი რისკები და ბოროტად გამოყენება ამ კანონის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ სწორი და გამჭვირვალე მექანიზმებით მოხდეს მიწის დარეგისტრირება.